მუნიციპალიტეტების სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის კუთვნილ ამ ავტომანქანას მალე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული განახლებული ავტოპარკის ავტომობილები ჩაანაცვლებს. რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახური კვლავ სახელმწიფოს მმართველობაში ბრუნდება. ჯანდაცვის მინისტრის სადაზღვეო კომპანიებისთვის შესაბამის უწყებაზე ზედამხედველობის უფლების ჩამორთმევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ავტოპარკის ტექნიკურ გაუმართავობას ასახელებს. რაიონული სასწრაფო დახმარება უკვე ვეღარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც ავტოპარკი თუ ვერც ვერანაირი პარამეტრი. შესაბამისად ჩვენ ისევ და ისევ სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას და ზრუნავს იმაზე, რომ ეს სერვისები გამართულად მუშაობდეს. ამის ერთ-ერთი ნაწილი არის ავტოპარკის განახლება. რეგიონების სასწრაფოები კერძო სადაზღვეო კომპანიებს მმართველობაში 2011 წელს გადაეცათ. ამ ეტაპზე რეგიონების ავტოპარკში 283 ავტომობილია, რომელთაგან ცუდ მდგომარეობაში 159, ამორტიზებული კი 32-ია. ჯანდაცვის სამინისტროში ტექნიკურ პრობლემებთან ერთად სადაზღვეობის მხრიდან სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობაზეც საუბრობენ. ხშირია დაფინანსების დაგვიანება 1, 2, 3, 4 თვის გაუცემელი ნაწილიც კი არის იმ ვალდებულებისა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის პრობლემას და უზარმაზარ რისკს წარმოქმნის მოსახლეობისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი და გარანტირებული სერვისები და მათ შორის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიწოდებული ვერ იქნას სწორად. ალდაგი BCI ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანია, რომლის კლინიკაც ამჟამად რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს. ჩემი ოჯახის კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმებიან. ეს დაკავშირებული არა მარტო და შეიძლება კიდევ უფრო ნაკლებად თვითონ მანქანების მდგომარეობასთან, პარკის მდგომარეობასთან, განახლებასთან უფრო მრავალმხრივია, ეს რეალობა აბსოლუტურად და მისი გამოსწორებისთვის ნამდვილად ყველაფერი არის გასაკეთებელი როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ყველა იმ სუბიექტისგან, ვინც ჩართულია ამ საქმიანობაში. ჯანდაცვის სამინისტროში დედაქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ. თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრში კი დაფიქსირებული დაგვიანებების შემთხვევებს გამოძახებების გაზრდილი მაჩვენებლებით ხსნიან. ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გამოძახებების დიდი ნაწილი სასწრაფო დახმარების სფეროს ხდება. ტემპერატურის გადამოწმება, არტერიული წნევის კონტროლი, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციები ძალიან არის მომატებული და აი უხეშად რო ვთქვათ, ნაბახუსელზე სასწრაფოს ბრიგადის გამოძახება. ეს ხა დაუშვებელია ანალოგიურ პერიოდში. დარწმუნებთ, რომ არის ბევრად მნიშვნელოვანი ზარები შესული 112-ის კოლ-ცენტრში. 220 ახალი ავტომანქანის შესასყიდად ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი. უახლოეს მომავალში კი რეგიონების სასწრაფო სამედიცინო სამსახური ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა. რაც შეეხება დედაქალაქს, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით თბილისის ავტოპარკს უკვე დაემატა სასწრაფო დახმარების 12 ავტომანქანა.